გამარჯობა, მე ვარ გერონტი გელაძე და დღეს ჩვენი მიზანია კაცია ადამიანი, გავხადოთ თქვენთვის უფრო გასაგები და საინტერესო. არ დაკავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაალაიკოთ ვიდეო. ეს ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. აბა დავიწყოთ. ეს ნაწარმოები ისტორიული კონტექსტით არის დატვირთული და ბევრი ფარული მნიშვნელობა აქვს, რასაც ერთად ამოვხსნით. მე ვარ მარინე მუშკუდიანი და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში. მისი კაცია ადამიანი კი ვფიქრობ სავალდებულო საკითხავია თითოეული ქართველისთვის, რადგან ის ეხება ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და ქვეყნის მომავლის საკითხებს. სათაურის სიმბოლიკა და ილიას გზავნილი. სათაური კაცია ადამიანი თავისთავად უკვე გამოწვევა. ილია ჭავჭავაძის მიერ 1869 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოების თავდაპირველ სათაურში არანაირი კითხვის ნიშანი არ ფიგურირებდა და მას ერქვა კაცია ადამიანი. ასეთი სათაური აბსოლუტურად ახლებურად გვანახებს ტექსტს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანში არ არსებობს არაფერი არაადამიანური. ამიტომაც ყველაფერი, რასაც ჩვენ ნაწარმოებში ვხედავთ, ადამიანურია და შესაბამისად ის ჩვენშიც არის. თუმცა კითხვისა და ძახილის ნიშნები სათაურში კაცია ადამიანი ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც წინასწარ განგვაწყობს თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ტექსტი. ის გვეკითხება, არის თუ არა ყველა ადამიანი და ტექსტის წაკითხვის შემდეგ როგორც წესი პასუხი უარყოფითია. არა, ლუარსაბისა და დარეჯანის მსგავსი ცხოვრება არ არის ადამიანური და დასაგმობია როგორც არაადამიანური. ამ მოთხრობით ილია თავის თანამედროვე საზოგადოებას ახსენებს, როგორ არ უნდა იცხოვრონ და მკითხველს მიმართავს, რომ ეს მოთხრობა სარკე იყოს, რათა დაინახოს საკუთარი ნაკლოვანებები და გამოასწოროს. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მტერი დაგიმალავს სახეზე ურიგობას, მოყვალის კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რათა გამოსწორდეთ და ხალხში არ შერცხვინეს. ლუარსაბ თათქარიძე, უსაქმურობის განსახიერება. დავიწყოთ მთავარი გმირით, ლუარსაბ თათქარიძით. ის გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი თავადი, მრგვალი როგორც კარგი ნასუქი კურატი. მისი აღწერილობა დეტალური და დამახასიათებელია. თავი ისეთი მსხვილი ჰქონდა, თითქოს იმის სიმძიმეს მორგვივი ცხელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო. წითელი თურაშაულ ლუარსაბით ხაშხაში ლოყები და სამკეცად ჩამოსული ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი, ყოველთვის დასისხლიანებული თვარები, გაბერილი, მეტად პატივსაცემი ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები. ავტორი აღნიშნავს, რომ მის აღნაგუბაში ცით მონაბერი სული არსად არ ჩანდა. თითქოს ჩამკდარაო, ისე გაშტილოდა მის ხონში. ლუარსაბს სწავლა-განათლება არ ჰქონდა. მისი დამოკიდებულება სწავლის მიმართ მეტად უცნაური და საკვირველი იყო. ლუარსაბის აზრით, კაცი ძირგავარდინილი ქვევრია, რომელსაც დღე ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხვა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ ავასო. ის გულმტკივნეულად ამბობდა, რომ რაც იქ ერმაკიური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართულ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ლუარსაბი იყო სიზარმაცის, შურის, უსაქმორობისა და გაუტანლობის ერთგვარი შერწყმა მის სახეში. ის თავს უმანკო და უცოდველ თვლიდა, რადგან სხვისთვის ცუდი არ ჩაუდენია და ლოცვა წირვას არ აკლდაბოდა. თუმცა ავტორი ეკითხება, რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია და განმარტავს, რომ ქრისტიანული მცნება, ვითა მამა ზეცია იყავს შენ სრულიო, მას არ შეუსრულებია. აკაკი ბაქრაძის თქმით, ლუარსაბ თათქარიძის უბადრუგი ხალსკარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს. ხელები დაიკაპიცოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დათმოს, მდგომარეობა გონივრულად დაიჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. თუმცა ლუარსაბი უზომოდ კმაყოფინი და კვეხნის დაუკონებელი სურვილით სავსე იყო. დარეჯანი, ცრუსაქმიანობის განსახიერება. ახლა გადავიდეთ მის მეუღლეზე, დარეჯანზე. ის თავის ქმნის მეორე გვერდი იყო, ერთ სულ და ერთ ხორცს, იგივე სიმრგვლით, სიმსუქნით, მოცინარპირით და თითქმის იგივე სისულელით. თუმცა ლუარსაბისგან განსხვავებით დარეჯანი ზანტი არ იყო. ის დილიდანვე შავარდენითვით გადმოფრინდებოდა ტახტიდან. შუბანსაფენზეც ჩიტმერდინსას წაიკრავდა და ჩაილურისკენ დაეშვებოდა. სწორედ აქ იწყებოდა კნეინას უთავბოლო საქმიანობა. იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა. საკერავზე მთლევნარე წირპილიან გოგოსა. აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ მურიან ბიჭსა. აქ იმას გაუწყვრდებოდა რაზედ, თვითონ კნეინამაც არ იწოდა რაზედ. დასწყებლიდა, დახოლავდა, დასტუქსავდა. ერთი სიტყვით მთელი სნაღმის ნაგუბარს წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედე. ეს იყო მისი ცრუ საქმიანობა და კვეხნის. ლუარსაბისა და დარეჯანის ჰარმონიულ ყოფას ერთადერთი რამ აკლია, შვილი. მოთხრობაში ხშირია მათი უაზრო დიალოგები, რომლებიც მათ გუნებრივ სიზარმაცესა და წვრილმანებზე ფიქრს უსვამს ხაზს. მაგალითად, მათი დიალოგი ჭერზე მჯდარი ბუზების რაოდენობაზე, სადაც ლუარსაბი ცდილობს გამოიცნოს რიცხვი, თუმცა უკვე დათვლილი გაქვს. ასევე მათი კამათი იმაზე, თუ რომელი კერძია უკეთესი, ბოზბაში თუ ჩიხირთმა. ეს დიალოგები მათი სულის საზრდო, გონიგის ვარჯიში და აზრის აღებმეცემა იყო.
მოთხრობა ასევე დეტალურად აღწერს ლუარსაბის ხალსკარს, რაც მათ უპატრონობს და უდარდელობას ასახავს. სახლის იატაკზე ამოცვენილი აგირობები, ბნელი ოთახები ქაღალდის ფანჯრებით, ჭუჭყიანი ეძო, ეს ყველაფერი თავადის უგულისხმობების სიმბოლოა. მოთხრობის დასრულება და მარადიული გზავნილი. მოთხრობის დასრულებამდე მკითავი ლუარსაბსა და დარეჯანს არწმუნებს, რომ შვილი ეყოლებათ, ოღონდ ჯადო უნდა ამოიღონ თავლადან. ლუარსაბი და დარეჯანი ამ ამბობით ძლიერად შეაშინა და დაარწმუნა. ისინი იმდენად დაჯერებულნი იყვნენ, რომ დარეჯანას მუტელში ბავშვის ჩუჩუნიც მოეჩვენა. ლუარსაბის სიხარული შეპყრობილი ურაას ყვილიდა და ფეხს აშვებდა მაღლა. სამწუხაროდ მათი იმედები არ გამართდას. დარეჯანას ფეხები გაეჯიმა. ლუარსაბი კვიდად რაღდა და საბოლოოდ მანაც კუჭის ანთებით დაასრულა სიცოცხლე. ავტორი მოთხრობას ლუარსაბის სიკვდილის ასეთ აღწერით ასრულებს. მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრი ჩვენგანი, რომლებიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რამეს ქვეყანას და არც თავის სიკვდილით აკლებენ რამეს. ეს მწარე რეზიუმეა მისი უაზრო და უნაყოფო ცხოვრების. ილია ჭავჭავაძე გვეკითხება, რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ ეს ადამიანები, თუ არა მხოლოდ ფიჩვის ფიცარი და ადლიმიტის მოსაპულებლად. მოთხრობა ასევე ღრმა ფილოსოფიურ საკითხებს ეხება. ის განიხილავს ადამიანის შიშს თავისუფლებისა და არჩევანის მიმართ. პარადოქსი იმაშია, რომ სწორედ ეს თავისუფლება აშინებს ადამიანს ყველაზე მეტად. ჩვენ სიამოვნებით დავთმობდით მას, თუ კი ამის საშუალება გვექნება. ეს ხსნის ნოსტალგიას წარსულის მიმართ, როდესაც არჩევანის გაკეთება არ უწევდათ. ადამიანები ხშირად განსაზღვრავენ საკუთარ თავს როგორც მუდმივად და უცვლელად. უარს ამბობენ რა საკუთარი თავის არჩევანად მოაზრებაზე. სწორედ ამიტომ ნაწარმოების სარკესავით არის, რომელიც გვეუბნება. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენი თავისთვის დაგიცინია. თუ დასტირავ, ეგ კაი ნიშანია. ჩანს, წუხარო რომ ამისთანავი დავართ, ჩანს, შენი თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბღა. ეს მოწოდებაა საკუთარი თავის შეცნობის და გაუმჯობესებისკენ. მოთხრობა გვიჩვენებს, რომ ადამიანის სიძლიერის რწმენა არ არის გადაჭარბებული. ადამიანი თავისუფლებისთვის არის შექმნილი და არა მონების. ძლიერ ადამიანს არ აშინებს პოსიბილიტესები და არ ცდილობს მათ განადგურება სხვათა განადგურებით, რადგან ხვდება, რომ არჩევანის არქონა მონების მეორე სახეა. ჩვენ უნდა დავიცვათ მრავალფეროვნება და მივცეთ სხვა ადამიანები არსებობის საშუალება, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ადამიანი ჩვენში. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად ამ ღრმა განხილვაში. იმედი გვაქვს, რომ ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანი კიდევ უფრო მეტად გაიაზრეთ. ნახვამდის.